თქვენ როგორ იყავით თქვენ თინეიჯერ შვილებთან როგორ ურთიერთობა გქონდათ? იცი მაგაზე ხო აი სამიოს ქონდა, ეხლა ის სანდრო არის, ეხლა 17-ის რა, თინეიჯერია. ხო. სხვადასხვანაირი იყო, სხვადასხვანაირი არის სამივე. აი ხო ერთ ოჯახში გაიზარდნენ, ხო ერთ დედაყავთ, ერთი მამა ყავთ, მაგრამ სამივე არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული. რაღაცით გვანან ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ძმები არიან, მაგრამ ზოგადად ხასიათებით არიან აი სხვადასხვანაირი ადამიანები. ეხლა რო თქვა რომ რაღაც ესეთი გარდატეხის პერიოდი ჰქონდა სამივეს რომ რაღაც ძალიან ძიმედ გადაიტანეს ან მე ვერ ვიგზენი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაღაც პრობლემები რა თქმა უნდა ჰქონდათ. ერთსაც, მეორესაც და მესამესაც. პრობლემები სულ გვაქვს. მარტო გარდატეხის პერიოდი არ არის. ნუ საკუთარი თავის ძიება, საკუთარი თავის და დამკვიდრება, ვინ ხარ, რა გინდა სამყაროში ხო რაღაც ეს ისინი რო ჩნდება, რაღაც კითხვები ხო? აი მაგას აი რასაც ვცდილობდი ერთადერთი, აი რაც მე საკუთარ თავსაც ვეუბნებოდი და არ ვიცი ალბათ სწორი ვიყავი, მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ გვერდზე მიგულეთ, ვეუბნებოდი, რაც არ უნდა იყოს, თქვენ გვერდზე ვარ, როგორი სამყაროც არ უნდა იყოს, რა ვიცი, თქვენს გარშემო, იცოდეთ რომ მე ვარ თქვენს გვერდით. ეხლა არ ვიცი ამდენად გახსნილები იყვნენ ბოლომდე ჩემთან რაღა გონია რომ მოდი ცოტა გაცივლიო. არ ვიცი ახლა ბოლომდე იყვნენ თუ არა გახსნილები ჩემთან, ზოგადად გონია რომ რაღაცა რო კი არ მაქვს ცუდი ურთიერთობა შვილებთან და ამიტომ აი ხო მაგას ვამბობ, ახლა ერეკლეს სხვანაირად იყო, აი სხვადასხვანაირი ტიპები არიან ეხლაც ხო იცი როგორი მამა რა არის რა, ვინ არის რომ ალბათ ყველა მშობელი ეს არის რომ არასდროს არ მოსწონს თავისი შვილი, იმიტომ რომ უნდა რომ საუკეთესო იყოს, უნდა რომ მე მჯობდეს 1000-ჯერ, 10000-ჯერ, 100000-ჯერ, აი შვილსო ეთქვი რომ აი მე რო ბიჭო ეს შესაძლებლობები მქონდა, მაგაზე გიждდებიან სულ ყველა. ეხლა აი ეგ რა შუაშიაო რო გეტყვიან, ხო აი ეხლა ბიჭო ვეუბნები აი თელი სამყარო შენ ხელშია ვეუბნები ხო სამივეს მაგალითად და აი რატო მაზავთ ამ დროს რა ხო იცი ეს ოჯახური საუბრები ყოველთვის არის რა და აი სულ გინდა რომ აი რაღაცა წამი არ დაკარგო, ის არ დაკარგო, მე ჩემმა შვილთან შვილმა მითხრა, ახომ რომ ეს ბოჰემა კაცია. მე ამწყობი ტკბებიო მითხარა. მე 9-დან 5-მდე არასდროს არ ვიმუშავებო, მე ამწყობი ტკბებიო და ეს ცხოვრება იმისთვის არისო რომ ამ სამყაროსგან და მიიღო ბედნიერებაო. ხო და ნუ რა ვიცი ახლა გავჩერდი ახლა ეს ჩემი ყველადარი мотиваცია და დამთავრდა ახლა მე ვთხარი მიდი რა ვიცი აბა აი ეგრეა რა ახლა გარდატეხის პერიოდში აღარ არის ვახო მაგრამ ეხლაც ეგრე ფიქრობ სამყაროს უყურებს ეგრე რომ ეს სამყარო იმიტომ არის შექმნილი ჩვენთვის ადამიანებისთვის რომ ჩვენ მაქსიმალურად დამივიღოთ სიკეთე ბედნიერება და დავტკბეთ ამ სამყაროში და თავისი საყრდენები აქვს ღირებულებითი საყრდენები აქვს და ამ საყრდენებით ცხოვრობს სიკეთე ესე რომ ვთქვათ რა